მე ახლა ვიმყოფები სოფელ გუნდაურში, მაღალმთიან აჭარაში ამოვედი და უნდა გაგაცნოთ ერთი ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი კაცი, ბატონი ნოდარ დიასამიძე. მომიყევით თქვენ შესახებ. ადრე ამაჩემის ერთად დოuglat მუშაობდი. დღესაც ვეხმარები სოფელს ხალხს, ვისაც უჭირს. ამჟამად ცოტა ჯანმრთელობა მიღალა და ხანძრის შევედი 79 წლის კაცი ვარ და არ გეტყობათ ნამდვილად. ხო და ახლა გადავედი ამ ფანდურზე, მაგრამ ფანდურის საწყისიდან ამაზე იმიტომ დავიწყე მუშაობა ამ ფანდურებზე, რომ ბავშვი ვიყავი, მთაში ვიყავი, იმ პერიოდში დავდიოდი და ამ ფანდურზე ამღერებდნენ, ცეკვავდნენ რაღაცა და გამიჩნდა ინტერესი. რომ ეს ფანდური როგორ ვერ უნდა გავაკეთო მეთქინდა. ერთი დღე გოგონებს იმათ გამოართვიეს ფანდური და როგორც ეთქვიან აჭარული განდაგანა ვისწავლე, მაგრამ თითები ესენი ავიცი მე და ისნაირად მეთქინავა მე ორ კვირას მტკივოდა და მე ჩამოვედი მთიდან დავინტერესდი და გავაკეთე ეს ფანდური. ეს ჩემით გავაკეთე ეს ყველაფერი და ისე ვისწავლე ეს ფანდური ეს ხალხური ჩემით არავისთან არ წევსულვა, არავისთან არ მისვა, არ შევკითხები ვარ. იმ დონეზე რაღაცა ქვია გავედი და მივახციე, რომ რაიონში რა და იმ ხალხურ ფანდურზე მეკითხებოდნენ, რომ ეს რაღაც ეს აკორდი როგორ ეს ისე ავიცი და ესე იგი როგორი ინტერესიანი ყოფილა. ინტერესი, ძალიან დიდი ინტერესი მქონდა და ახლა იმის მერე გავიდა გააკვეული დრო სამხედროში ჯარში წევედი, ჩამოვედი. დედაჩემი, მამაჩემი სახლში არ იყვნენ და ბებია ჩემი და მე ვიყავით სახლში. დევიკავე ეს ფანდური. 2 საათამდე ეს ფანდური რაღაცა ქვია, თუ მუსიკა ვიცოდი, მელოდია ვიცოდი და სიმღერა, ხან ვიმღერე, ხან რაცხა და ბებია ჩემს ძალიან უყვარდა სიმღერები და მარტო რა ნუ თამაშობ, დაამღერეო მე ხვეწებოდა და ბოლოს ეს დავტოვე ეს ფანდური დავდე და შევედი ცეხში და ერთი რეიკა დაზგაზე ჩამოვხე და თან ერთითებიც მივაყოლე ამას და ბებო მეიტანა პალატენიცა და მე უთხარი არ მინდა დავინახო ჭრილობა მეთქინ და ასე გადამახურა ხელდე და ეს ხელი გამოვიდა ეს დამახვია და დავედი საავადმყოფოში და ახლა ასე დავიზიანე ეს ხელი. თქვია ტყულად ჯდომას მოდი ეს ძველ რაცა ქვია ჩემ იმას მივყოფ ხელს მეთქინ და ამ კლასიკურ ფანდურებს თუ ეთი მოვწი და გავაკეთებ თუ არა მეთქინ და განსაკუთრებული ხე უნდა ფანდური. განსაკუთრებული რა თქმა უნდა. რა მასალა? თუთა ყველაზე კარგი. ხო, თუთა. ეს არის ბალი ახლა მაგალითად. უიმე რა მითხარით? მაჩვენეთ ეს არის ნელა ვაკეთებ და რა საოცარი თლიანი ყოფილა. თლიანი არა, მაგრამ ხელთან გადამულია. არა, ეს. მაი თლიანია, მაგრამ დედა რა საოცარი. თაში მქონდა ახლა წაღებული და ნელა ხო, თაში ახლა რა შევექდე მეთქინდა თავი ხო, დრო უნდა მოკლა ადამიანმა. ესე იგი, მე რო თქვენ თაში დამპატიშეთ, გულში ჩამივარდა და შეიძლება მომავალ წელს ამოვიდე. ხელოდებით, სულით და გულით. ის მაჩვენეთ ის ფანდური? ბატონო. ჩონგურო ხმა ამოიღე ხმაო. არ ვიცი, იცით როგორ მიყვარს. მეც ვერ ვთამაშობ მაგ იმას. დაუკარე ჩემო ფანდურო, ამოიღე ხმაო. ვაიმე, არ შემიძლია. ძალიან თქვენ უკრავდით ხო ძალიან კარგად? ძალიან, ესე იგი ახლა თავის ხება რო იტყვიან კიტრის ფასიაო, ასეა ძველი კაცის ნათქვამი და კიტრის ფასიაო? მე აწი აღარ ვიქებ თავს, სულ ვიქებდი ხოლმე. არა, უნდა იყო პიროვნება რაღაცა რო იტყვი, რომ მე შემიძლია მე ასეთი პიროვნება უნდა იყო ის შემძლე მაგის. რაზე ოცნებობთ? ოცნება ჩემი ჯანმრთელობა. და პატარა ხან შვილებთან, შვილიშვილებთან, შვილთა შვილიც შემეძინა
უი მე რას ამბობ? აბა რა ერთი მყავს ახლა მაგი და რა ვიცი და რომ ნახულობ ჩემი სიცოცხლე ხარ მეთქი მიხარია და თრემლები მომაწვება თვალებზე იმიტომ რომ ანდაზა გაგონელი გექნებათ შვილი-შვილიო ბაბუასე შეეკითხება ბაბუ შენ როდის უნდა მოკვდეო და ამასო ეტყვის ძალი გაიგონებს და იმ ეწყინება ესე იგი სახეზე შეამშნევსო მამამთილი და მოიყვანს ძალს მეიჯდუმლებს გვერდზე და დაიჯდუმლებს და იცის ძალო შენ შვილს რა უთხარიო შენი შვილიო ღმერთმა 200 წელი გიცოცხლაო და ეს რომ 200 წლის მერე მოკვდებაო მერე ვკვდები მეო მე თუ გინდა ხვალიდან მოვკვდეო მაგრამ შენი შვილიო 200 წლის მერე მოკვდებაო მე ესე იგი მაშინ ვკვდები მეო ვინმე ჩემი მომგონებელი აღარ იქნებაო და ხო იცი ახლა ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლე წყურია ამ ქვეყანაზე და ვინ და პატარა ხან ვიცოცხლე ჩემი იგია მე ფული სიმდიდრე ამას არასოდეს მე ვიყოთ რა ვიცით საშუალო დონის მაცხოვრებელი ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ჯანმრთელი ბედნიერი იმრავლოს თქვენმა გვარმა გაიხარეთ უღრმესი მადლობა მადლობა თქვენს ამ ასაკში თქვენ გადაცემაში მოვხდი ბატონო გიგა და მაყოფილი ვარ და ღმერთმა კარგად გამყოფოთ მთელი თქვენი შემადგენლობა ხშირად და ხშირად კი უმეტესად თქვენ გადაცემას არტოვებ უყურებ სიამოვნებს დიდი მადლობა ამის გაიხარეთ მადლობა